მოდი ვნახოთ ახლა გრძნობაზე მეტად კონკრეტულად აი დღევანდელი ენერგიებიდან გამომდინარე გრძნობა და ემოცია ყოველთვის ცვალებადია, მაგრამ მე მინდა ვთქვა აი უყვარხარ თუ არა ამ ადამიანს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შეკითხვა შემომდის ამაზე კონკრეტულად, აი დღეს ამ ადამიანის გულში თუ არის სიყვარული. და აქედან გაეცემა რა თქმა უნდა ყველაფერს პასუხი, უყვარხარ თუ არა. ნახოთ. უყვარხარ? ესე იგი ამას უყვარს ყველაზე მეტად მისი თავი, ჯერ საკუთარი თავი, ჯერ თავ და მე სხვა და ასე შემდეგ. უყვარს საკუთარი თავი. მაგრამ გრძნობა აქვს შენს მიმართ. აი ძალიან დაინტერესებულია ესე ვთქვათ შეაბა შენმა ვიზუალმა, შენმა მოქმედებამ, უმოქმედობამ, ყველაფერმა შეაბა შენს მიმართ, მაგრამ მე გეტყვი რომ მაინც არ არის ეს ის სიღრმე. მე მაინც ვერ ვიტყოდი რომ ამას ისე უყვარხარ, რომ ყველაფერს დათმობს ამის გამო, რომ თავის ინტერესებს გვერდზე გადადებს. არ არის ასეთი, ანუ იმპერატორია, საკმაოდ ძლიერი ადამიანია, ვერძია მაგალითად, ვერძულია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ იმპერატორები სულ ვერძები არიან, მიზანდასახულები და ნუ მოკლედ ერთი სიტყვით, აქეთ უნდა უყვარდეს ქალს, რომ პირიქით გაღმერთებული და რაღაც მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს. ამიტომ რამე თუ შემოაკლდება იმის მაგევრად რომ იმოქმედოს, ესე არ არის. ამიტომ მე ვიტყოდი რომ სიყვარულის რა მოგახსენოთ, იმიტომ რომ რა ვქნა დაიბადა ესეთი რომ ის თავი ყარს და ეყარება მარადიულად, მაგრამ შენ ძალიან ძლიერი ხარ და უბრალოდ ეს სიძლიერი და ეს ტონუსი იმხელა ინტერესში აგდებს ამ ადამიანს, რომ მაინც დამაკმაყოფილებელი იქნება მისი მოქმედება შენს მიმართ. თუმცა ვიტყოდი რომ შენ შეგიძლია სხვისი სიყვარული, მაგრამ ამავდროულად თანაბრად შეგიძლია გიყვარდეს საკუთარი თავი. ეს ძალიან იდეალურია. ამ შემთხვევაში გირჩევდი რომ ამ იმპერატორთან არ იყოთ. უფრო სტაბილური და კარგი სხვა ადამიანი შეარჩიოთ ამ შემთხვევაში. მაგრამ ასეთი ვითარება, ანუ სიყვარული, აი მანდა მაინც სიყვარული, რომელიც მოითხოვს გმირობას, ქმედებას მინიმუმ. ასეთი ადამიანი არ არის ეს, რა ვქნათ. ესე ჭვენ და ეგოისტი კი არის და ხმრისხანება და აი მრისხანებით გამოხატავს. მე თუ ფიქსირდები, მე თუ კითხვას გისმენ, მე თუ რაღაცაზე ვჭედავ, ესე იგი სულ ერთი არ ახარ და ბლა ბლა ბლა. დროებით